როდის ხდება რძის პროდუქტების საშიში? გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სურსათის უნებლობის სპეციალისტი. სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, იქამდე კომენტარებში დაგვიწერეთ, რამდენი ხნის განმავლობაში ინახავთ გახსნილ რძის პროდუქტებს. რძის პროდუქტები ქარხნულად წარმოების შემთხვევაში ინდივიდუალურია მათი შენახვის ვადები და შეიძლება იყოს დაწყებული 7 დღიდან და გრძელდებოდეს 1 თვემდე. გააჩნია მწარმოებელს და მასში გამოყენებულ ინგრედიენტებს. მაგრამ თავარი, რაც აერთიანებს ამ რძის პროდუქტებს, ეს არის მათი გახსნის შემდეგ შემცირებული ვადა, რომელიც შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში, ანუ დაახლოებით 3 დღე. მაგრამ ზოგიერთ მწარმოებელს შეიძლება შემცირებული კონდეს გახსნის შემდეგ გამოყენების ვადა და ეს იყოს 48 საათი ან 36 საათი. ყოველ შემთხვევაში 72 საათზე მეტი არც ერთი მწარმოებლის მიერ წარმოებულ რძის პროდუქტს არ აქვს შენახვის ვადა. ეს ეხება როგორც არაჟნებს, ისე მაწონს, რძეს და სხვადასხვა რძის პროდუქტებს. მაქსიმუმი ვადა, რაც შეიძლება ქონდეს, ეს არის 72 საათი. გააჩნია ესეც მწარმოებელს. ყოველ შემთხვევაში ამაზე მეტი არ შეიძლება ქონდეს გახსნის შემდეგ შენახვის ვადა და ეცადეთ, რომ ამაზე დიდი ხნის განმავლობაში გახსნილი რძის პროდუქტები აღარ გამოიყენოთ. ამის შემდეგ უკვე პოტენციურად არის იმის რისკი, რომ პროდუქტი დაიწყოს გაფუჭება და საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. მეტი ასეთი ვიდეოსთვის დაალაიქეთ და დაარეპოსტეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ხოლო სურსათის უნებლობის შესახებ კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ ან მოგწერეთ.